ეთნოგრაფიული მარანი, საოჯახო სასტუმრო, ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ღვინო, 20-მდე სახეობის ბიოპროდუქტებით დამზადებული ჩაი. ეს საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, როგორ დაიწყეთ 2016 წლიდან ეს ყველაფერი, რომელიც თქვენი წინაპრების მიერ ადრე იყო დაწყებული. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა მცირე ისტორია მოვყვე, საიდან მოდის ჩაის ისტორია, სად ჩდება და როგორ შემოდის საქართველოში. ეს ყველაფერი დაიწყო 5000 წლის წინ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, სადაც გაჩნდა პირველი ჩაის წარმოება და პირველი ჩაი. ამის შემდეგ უკვე ჩაი შემოდის მე-16-მე-17 საუკუნეში ევროპაში, ხოლო საქართველოში შემოსვლის რამოდენიმე ვერსია და ისტორია არსებობს. აქედან ერთ-ერთი არის, რომ ორონცომა 1857 წელს შემოიტანა ჩაი ყირიმის საცდელი ფართობებიდან და გააშენა რამოდენიმე ბუჩქი ჩაქვის ტერიტორიაზე. ჩაქვის მახლობლად. სადაც მან დადებითად გაიარა აკლიმატიზაცია, კარგად გაიარა და ამის შემდეგ მოხდა გარდატეხა და ფაქტიურად დაიბადა ქართული ჩაი. ნიშნულოვანი თარიღია ასევე 1892 წელი, როცა ჩაით მოვაჭრე პოპოვმა გადაწყვიტა, რომ ხელი მოეკიდებინა ამ საქმიანობისთვის და ქართული ჩაი წამოეწია წინა პლანზე. მან ააშენა ქარხანა ასევე ჩაქვში, როდესაც ამ დროს უკვე ჩაქვში იყო 50 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია. მან დანადგარები ჩამოიტანა ინგლისიდან და აღჭურვა ყველაფრით, რაც შეიძლება და ქონოდა იმ დროინდელ ჩაის ქარხანას. მაგრამ ამის მიუხედავად ქართული ჩაი მაინც ვერ იმსახურებდა ფართო ბაზარზე გასვლას. ამის აღმოსაფრთხებლად პოპოვმა ჩინეთიდან ჩამოიყვანა ლაო ჯანჯოუ, ასეთი აგრონომი, სპეციალისტი ჩაის, რომელმაც 1893 წლის მერე დიდი გარდატეხა მოახდინა ქართული ჩაის ისტორიაში და მას შემდეგ იწყება წინსვლა ქართული ჩაის. 1900 წელს კიდევ მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა ჩაიმ აიღო ოქროს მედალი და ამის შემდეგ იწყება უკვე წინსვლა შეუჩერებელი ქართული ჩაის. რაც შეეხება თქვენ საქმიანობას 2016 წლიდან, როგორ დაიწყო? როგორც უკვე აღნიშნეთ, 2016 წელს გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო ჩაის წარმოება, ჩავრთულიყავით ჩაის ბიზნესში. მემკვიდრეობით მივიღეთ მიწის ნაკვეთი, სადაც იყო გაველურებული ჩაის პლანტაცია. ჩვენ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია და ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩაის წარმოება. ტექნოლოგიას რაც შეეხება, ტექნოლოგია შევისწავლეთ ქართული ბიოჩაის ასოციაციის მეშვეობით, რომლის წყალობითაც 2018 და 2019 წლებში ვიმყოფებოდით ჩინეთში საგანმანათლებლო ვიზიტით. სადაც ჩვენმა წარმოებულმა თეთრმა და შავმა ჩაიმ პირველი ადგილი და უმაღლესი ქულები დაიმსახურა, რაც დიდი წარმატება იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, და როდესაც დავბრუნდით უკვე სამშობლოში, მივიღეთ პირველი ვიზიტორები ჩინეთიდან, რომლებიც იყვნენ ჩვენივე უნივერსიტეტის პროფესორები და დარგის სპეციალისტები. ამან მოგვცა ბიძგი იმისკენ, რომ გაგვეკეთებინა ჩაის ტურები და პირველი ვიზიტორებიც მივიღეთ 2018 წელს. ჩაის ტური მოიცავს შემდეგს: ვიზიტორთან ერთად გასეირნებას ჩაის ბაღში, მისგან არჩეული ჩაის ტექნოლოგიის შესწავლას, ჩაის ცერემონიალის მასტერკლასები, ჩაის დამზადების ტექნოლოგია და ასე შემდეგ. ეს დარგი ჩაის წარმოებელ ქვეყნებში, ტურიზმის ეს დარგი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს, ვისაც ჩაი აინტერესებს და ჩაის სიყვარული გააჩნიათ, განსაკუთრებით უცხოელ ვიზიტორებში. და ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება აუცილებლად იქნება წარმატებული და ჩაის ტურისა ჩვენი საოჯახო სასტუმრო ასევე დამატებით აკეთებს სათავგადასავლო ტურებს. დამატებით გვაქვს ასევე გასტრო ტურები, სოკოს ტურები, რომელიც ზღვის ზონიდან რამდენი მეტრშია ეს თორნიკე? კი ბატონო, აუცილებლად სოკოს ტურები, ამასთან ერთად გვაქვს ღვინის ტური ეთნოგრაფიულ მარანში, სადაც თვითონ ვამზადებთ რამოდენიმე სახეობის ღვინოს, როგორც ქვევრის, ასევე კასრის.
ზღვის დონიდან ვიმყოფებით 700 მეტრზე, ლიხის ქედზე არის გეზრული, მიკროკლიმატს ქმნის დასავლეთის სუბტროპიკული და აღმოსავლეთის მშრალი ჰავა, რომელიც იდეალური პირობაა მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებისთვის, ასევე ჩვენ ჩაის გამოარჩევს ის მომენტი, რომ ზამთარში ვეგეტაცია მთლიანად გაჩერებულია სხვა დიდი ჩაის წარმოებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, რადგან არის თოვლი, რომელიც ბუნებრივად ეხმარება ჩაის დასვენების პერიოდისთვის და გაზაფხულზე უკვე მთელი მინერალები ამოიფრქვევა ჩაიში და ეს დიდ სხვაობას გვაძლევს სხვა მწარმოებლებთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან პროდუქცია არის უფრო მაღალხარისხოვანი, უფრო დიდარი სხვადასხვა ელემენტებითა და მინერალებით, რაც განგვასხვავებს ბაზარზე არსებული სხვა მწარმოებლებისგან. ყველა იმ ადამიანს, რომელიც წენაპრებისგან დატოვებულ საქმეს აგრძელებს და ქმნის წარმატების ისტორიას, მინდა წარმატებები უსურვო და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ყველა სიახლე, რომელიც თქვენ გექნებათ, ჩვენთან გაჟღერდება და ჩვენ მზაობას გამოთქვამთ თქვენთან თანამშრომლობის. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.